რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ რეგიონებში განხორციელებულ პრიორიტეტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტების შერჩევის კრიტერიუმებზე იმერეთის გუბერნატორთან და გამგებლებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. 2013 წელს რეგიონში განხორციელებული პრიორიტეტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ფონდიდან დაფინანსება გამოეყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების და გარე განათების რეაბილიტაციისთვის. რეგიონებში განხორციელებელი ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტის წარდგენის უფლება აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულებს ისე სახელმწიფო მოძებნებს. მათ გავაცანით ის შესაძლებლობა, რომელსაც საქართველოს მთავრობა თავაზობს თვითმმართველობებს, კონკრეტულად რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ. ჩვენ მათ გავაცანით ის დეტალური პრიორიტეტები, რაც მთავრობას გააჩნია და ასევე გავაცანით თუ ის პროცედურები თუ როგორ უნდა მოახდინონ მათ პროექტების წარმოდგენა და უმთავრესი ამ ყველა პროცესში არის მოსახლეობის ჩართულობა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, რაც რეალურად არსებობს. მუნიციპალიტეტებში ძალიან ბევრი საჭიროება არის, სოფლად მაცხოვრებელ ადამიანს კიდევ ბევრი პრობლემა აქვს და თავისთავად ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. მინდა ხაზი გაუსვარო, დღევანდელ შეხვედრას ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ გარკვეული ასთა გაცვლა იყო და შესაბამისად ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ შემდგომში დაიხვეწოს ასე ვთქვათ ეს ახალი განაწილების სქემა